წარმოიდგინე ორგანიზაცია, რომელშიც არ არის უფროსი, საბჭო და არც ერთი პირი, რომელსაც შეუძლია რამე ერთპიროვნულად გადაწყვიტოს. სანაცვლოდ ყველა წევრს აქვს ხმა, ხოლო წესები გაწერილია კოდში. ეს არის DAO, დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია. დღეს კი აღიხსნით, როგორც ცვლიან DAO-ები თამაშის წესებს. მაშინ რა არის DAO? იფიქრე DAO-ზე როგორც გლობალურ ინტერნეტ თანამეგობრობაზე ადამიანებზე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომლებიც ერთობლივი მიზნისთვის მუშაობენ და საერთო ბიუჯეტს განკარგავენ. თუმცა აქ ერთი უმნიშვნელოვანესი ტრადიციული ორგანიზაციებისგან განსხვავებული დეტალია. არ არსებობენ დირექტორები ან მენეჯერები, ყველა წევრს აქვს ხმა. DAO-ები იყენებენ მმართველობის ტოკენებს. თუ შენ ფლობ ამ ტოკენს, გაქვს ხმის უფლება. რაც მეტი ტოკენი გაქვს, მით მეტი რეპუტაციული გავლენა გაქვს გადაწყვეტილებებზე. წევრებს შეუძლიათ წარადგინონ იდეები, იქნება ეს ახალი პროექტის დაფინანსება თუ წესების შეცვლა. შემდეგ ხდება კენჭისყრა. თუ წინადადება საკმარისი მხარდაჭერა აქვს, ის ავტომატურად სრულდება. არანაირი ბიუროკრატია, ფარული ცვლილებები ან ქაღალდების გროვა, უბრალოდ კოდი და სუფთა დემოკრატია. DAO-ების ჯადოქრობა სმარტ კონტრაქტებშია. ესაა კოდების ფრაგმენტები, რომლებიც ბლოკჩეინზე მუშაობენ და ზუსტად ასრულებენ შეთანხმებულ წესებს. ვერავინ შეძლებს წესების ფარულად შეცვლას ან ბიუჯეტის მოპარვას. ყველაფერი გამჭვირვალეა, დადასტურებადი და დაცული. DAO-ებს იყენებენ საინვესტიციო ფონდების მართვის, ღია კოდის პროექტებისთვის, ფინანსური აპლიკაციებისთვის და რეალური აქტივების ჯგუფურად შესყიდვებისათვისაც კი. DAO-ების მეშვეობით ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ერთად ქმნიან და მუშაობენ ბანკების, უფროსების და შუამავლების გარეშე. რამდენიმე ცნობილი DAO-ს მაგალითია stablecoin-ის მართვის MakerDAO, ერთ-ერთი უმსხვილესი დეცენტრალიზებული ბირჟა DAO Uniswap და Ethereum-ის დომენური სახელების მმართველი ENS DAO. ჩვენ შევდივართ მასშტაბური ციფრული დემოკრატიის დამყარების ეპოქაში. ყველა ხმა მნიშვნელოვანია, ყველაფერი ღიაა და მთელი სისტემა მუშაობს კოდზე, რომელიც არ საჭიროებს ნდობას. ნდობა ჩაშენებულია კოდში. დარიო რადიო, მუდამ კარგი დავია.